ეხმარებიან ხალხურ ზღაპარს მეფე და სპინჩა. პერსონაჟები არიან მეფე, მოლაპარაკე, ჩიტი, მოხელეები, ვეზირები, კარისკაცები და მეფის მკურნალი ექიმები. მთავარი პერსონაჟი არის ხარბი და შეუბრალებელი მეფე. მას რაც კი მოაწონება, ყველაფერი თავისთვის უნდა. ხალხის ხარჯზე ცხოვრობს. მეორე პერსონაჟი არის მოლაპარაკე ჩიტი, სპინჩა, რომელიც მეფეს სიმართლეს პირში მიახდენს. პერსონაჟები არიან მოხელეები, რომლებიც ძარცვავენ ხალხს და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. ვეზირები, კარისკაცები, ექიმები, რომლებიც მშიშრები არიან და მეფეს სიმართლეს ვერ ეუბნებიან. მეფე არის ბოროტი და ხარბი. ის ხალხის ნაუფლარს აწმევს და თავის ნაზი-ვეზირებს ამჯობინებს. მეფეს უნდა რომ ყველა ადამიანი ემორჩილებოდეს ცაში, ფრინველი და დედამიწაზე ყველა სულიერი. სპინჩამ ხერხს მიმართა და საბოლოოდ მეფის მუცელში აღმოჩნდა. იქედანაც არასვენებდა მას. ვეზირებმა ხმალი მოიხსნეს მეფის განთავისუფლების მიზნით, მაგრამ ის სასიკვდილოდ დაიჭირა. პრობლემა კი ჩიტის გამოჩენით გადაიჭრა, რომელიც საბოლოოდ მეფის მუცელში აღმოჩნდა. მეფეს იქიდანაც არ ასვენებდა და ჩიტი რომ მკვდარიყო, ვეზირებმა ხმალი მოიხსნეს და ჩიტის მაგივრად მეფეს მოხვდა. ასე გადაიჭრა პრობლემას და ხალხის განთავისუფლდა ბოროტი მეფისგან. ამ ზღაპრის მთავარდება სამართლიანობა, ადამიანური ღირსება და პიროვნული თავისუფლება, ღირსება და პატიოსნება არ განისაზღვრება სოციალური სტატუსით, არამედ ადამიანის შინაგანი სისწრეებითა და საქციელით. უბრალო ადამიანი ხშირად უფრო სამართლიანი და პატიოსანია, ვიდრე ძალაუფლების მქონე ადამიანი. ზღაპარი მეფე და სპინჩა მისი ხარბი პერსონაჟებით გავს ოქროს არიან სული, არსებულ პერსონაჟებს უფრო თმას, ასევე გავს თავად პერსონაჟების სპინჩა და სწორებიანი კაცი. ისინი ორივე სამართლიანები არიან, როგორც სპინჩამ დასაჯა მეფე, ასევე სწორებიანმა კაცმა წაართვა ოქროს თმას, რაც ებადა. მე ყველაზე ძალიან მომეწონა პერსონაჟი სპინჩა თავისი სიმამაცით, შეუპოვრობით და სამართლიანობით და კეთილი ბუნებით. სპინჩა დაეხმარა ხალხს თავი დაეხსნათ მეფის რისხანებისაგან. რომ შემეძლოს ამ ზღაპარში შევცვლიდი მეფეს, მე მას გადავაქცევდი კეთილად, ის ეხმარება თავის ხალხს. ჩემი ზღაპარი კეთილად დამთავრდებოდა და ყველა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა.